პოლიტოლოგი სოციალური დემოკრატიისთვის წევრი ლევან ლორთქიფანიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. ლევან, დავიწყოთ დღეისთვის არსებული აქტუალური საკითხების შეფასება და პირველ რიგში ნატოს სამიტის დეკლარაციაზე ვისაუბროთ. მოდით, რომელიც სამიტის მიწურულს გუშინ იქნა მიღებული და რამდენიმე ყურადსაღებ ასპექტს მოიცავს, მათ შორის კი წევრი ქვეყნები ადასტურებენ მეხუთე პუნქტის მუხლისადმი ერთგულებას. დოკუმენტში არ არის საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ხაზგასმულია უკრაინის მნიშვნელოვანი როლი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, ისე როგორც საუბარია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მობილიზების თვალსაზრისით ნატოს მხრიდან მნიშვნელოვან დახმარებაზე. ასევე დეკლარაცია ეხება ირანს და მოკავშირეების პოზიცია, რომ თეირანის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ. უფრო მეტი, მოკლედ, თქვენ გითხარით, რა შედეგებით დაასრულა მუშაობა ნატოს სამიტმა და რა ვნახეთ და გავიგეთ ახალი ანკარიდან გასული 2 დღის განმავლობაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგით დამთავრდა ეს სამიტი. პირველი და მთავარი შედეგი, რომელიც ძალიან მკაფიოა, გახლავთ ის, რომ 36-ვე სახელმწიფო დგას უკრაინის გვერდით. ძალიან ხაზგასმით თქვეს ეს თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც, ყველაზე პატარა ქვეყნები, რომლებიც არიან ნატოში, მათმა წარმომადგენლებმაც და ეს ძალიან იშვიათი მოვლენა. აქამდე იცით თქვენ, რომ რაღაც განსხვავებული შეხედულებები იყო ევროპელებსა და ამერიკელებს შორის, თქვათ, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სამიტმა ამ ერთიანობას ძალიან მკაფიოდ გაუსვა ხაზი და უკრაინის პრეზიდენტის იქ ყოფნა და პირდაპირ კომუნიკაცია ტრამპთანაც და სხვებთანაც ამაზე მიანიშნებს. მეორე და მნიშვნელოვანი რაც ამ სამიტს მოჰყვა, უფრო გლობალურად რო შევაფასოთ ეს საკითხი, არის ის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნელ-ნელა ნატო უფრო ევროპული ხდება. ეს რას ნიშნავს, რომ ნატოში ნელ-ნელა იზრდება ევროპული სახელმწიფოების როლი, როგორც ფინანსური, ნელ-ნელა გაიზრდება იქ ასევე სამხედრო კომპონენტი და ევროპის სამხედრო მნიშვნელობა, ასე რომ საქართველოში ჩვენ რო ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მასხრად იგდებენ ხან საფრანგეთის პრეზიდენტს და ხან გერმანიის კანცლერს, ეს ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ნელ-ნელა ხო გეუბნებით, ევროპა სამხედრო აქტორადაც ჩამოყალიბდება და თავის სიტყვას იტყვის აი ამ რეგიონის უსაფრთხოებაში და ევროპელები ყველაზე ხაზგასმით ამბობენ, რომ შავი ზღვა და მისი უსაფრთხოება, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი და არავინ არ აპირებს, არც ნატოს წევრი თურქეთი და არც ევროპა, რომ ამ ზღვაზე ბატონობის უფლება მისცენ ისედაც ჩიხში მყოფ რუსეთს, რომელიც ამდენი ხანია თავისი სამხედრო პოლიტიკური მიზნების მიღწევას ვერ ახერხებს. რაც შეეხება საქართველოს, აი ჩვენ ქვეყანა ახსენეთ და ერთი კითხვა სწორედ ჩვენს კონტექსტშიც დავსვათ. ახლა ერთია რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ სამზე მიწვეული, თუმცა მეორეა რომ საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის შესახებაც არ ჩაწერილა არაფერი ახლა უკვე ანკარაში მიღებულ დეკლარაციაში, რაც პრინციპში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი არ არის, როგორც მახსოვს, ასე იყო შარშანაც, ხო, საქართველო გახდება ნატოს წევრი, ან ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გაწყვეტილება, ეს ჩანაწერი ალიანსის სამიტის დეკლარაციაში უკვე აღარ ფიქსირდება. აი კიდევ ერთხელ საიდან სანამდე მოვედით და შექმნილი ვითარება რამდენად იძლევა საფუძველს თქვათ, რომ ქართულ ოცნებას აღარ მიხავს ქვეყანა ნატოსკენ და მეტიც ხელისუფლების პოზიცია და გადაწყვეტილებაც ალბათ შეიძლება რამდენად შეიძლება ის თქვათ, არის შემდეგი, ჩვენი ქვეყანა არ გახდება ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილი. უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, უმნიშვნელოვანესი და ცოტა ცლად შევეცდები, რომ პასუხი გავცი ამ კითხვას. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფია. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ კავკასიის ცენტრი გეოგრაფიულად და გარდა გეოგრაფიული ფაქტორებისა, მაგალითად, საქართველო ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკას, სამხრეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკას, გარდა ამისა საქართველოში ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიელებიც და სამხრეთ კავკასიელებიც, ეს დამატებით, ასე ვთქვათ, უნიკალურ სივრცეთ წარმოაჩენს საქართველოს. ამას რო თავი დავანებოთ, საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შავ ზღვაზეც გასასვლელი აქვს, თან კავკასიის რეგიონის ნაწილიც არის. გვაქვს უმნიშვნელოვანესი ტრანზიტული ფუნქცია აზერბაიჯანისთვის, სომხეთი ჩვენს გარეშე მთელ სამყაროს მოწყვეტილია.
ანუ გვაქვს უნიკალური პოლიტიკური გეოგრაფია, ისეთი ქვეყანა ვართ და ამ პოლიტიკურ გეოგრაფიას ჭირდება გამოყენება და საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვინც არ უნდა ყოფილიყო, ძლიერი თუ სუსტი ლიდერი, ახერხებდა იმას, რომ ამ პოლიტიკური გეოგრაფიის წყალობით საქართველო ყოფილიყო ჩვენს რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა. აი ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ დღეს საქართველო აღარ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. იმიტომ რომ იზოლაციაშია, იმიტომ რომ არავინ მათ არ ენდობა, იმიტომ რომ არავის არ ელაპარაკებია, იმიტომ რომ არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ მათ არამხოლოდ დასავლელი ლიდერების მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მიმართაც. და აი ქართულმა ოცნებამ ეს უნიკალური მოვლენა მოახდინა. უნდა მოინდომო ეს აი ყურზე ფეხის დაბიჯებასავით არის, რომ კავკასიის რეგიონში იყო და მნიშვნელობას კარგავდა და ბაქო და ერევანი გედავებოდნენ თქვათ რეგიონში გადამწყვეტი როლის თამაშს და რაც მთავარია ნატოსკენ სწრაფვას რო თავი დაანებეს ხო ეს გასაგებია ეს ცალკე ტრაგედია მაგრამ აგერ ყურის ძირში ძალიან ახლოს საქართველოსთან იმართება ნატოს სამიტი მსჯელობენ ჩვენს რეგიონზე მსჯელობენ შავ ზღვაზე და არც გეძახიან როგორც ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც შეიძლება რაღაც შეეკითხო, რომელთან ერთადაც რაღაც შეიძლება დაგეგმო, ხო? არც გეძახიან რაღაცა ვოლფგანგ იშინგერმა პენსიონერების შეკრება დაგეგმა ნატოს სამიტის პარალელურად და იქ ჩავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული ქალბატონი, ხო? ეს აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სახე საქართველოში. ანუ ვართ გამოთიშულები, იზოლირებული და რეგიონში ჩვენს მნიშვნელობას ვკარგავთ და თუ დავკარგავთ ამ მნიშვნელობას რეგიონში, ხო? მერე უკან დაგვრჩება ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ურთულეს რეგიონში ვართ, ყველა ვიცით, ყველას ძალიან ბევრი ინტერესი აქვს ამ სივრცეში და თუ მაგრად არ იდექი, შენი ეს პოლიტიკური გეოგრაფია არ გამოიყენე, კავშირები არ გაქვს, თუ არ გენდობიან მაშინ, კარგავ ყველანაირ გავლენას და მნიშვნელობას და კარგავ განვითარების პერსპექტივას. ის შუადერეფანიც უკან დაგვრჩება, ის დაკავშირებადობაც უკან დაგვრჩება, თუ ესე ვიქნებით იმაში, აფსაიდის მდგომარეობაში. ვარიც არ გვჭირდება ჩვენ იმის შესაბოცმებლად, არის თუ არა საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში. ვართ ძალიან მკაფიოდ შეუარაღებული თვალითაც ჩანს, რომ ვართ თამაშგარე მდგომარეობაში ყველას მხრიდან. რუსეთთანაც თამაშგარე მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არანაირი ინსტიტუციური კავშირები, მადლობა ღმერთს, მათთან არ აქვს, დასავლეთთან ეს ინსტიტუციური კავშირები ჩაწყდა და ეხლა ის უზბეკეთის პრეზიდენტი თუ ჩამოვა, აქ ძალიან კაია, მაგრამ ეს რაიმე კავშირის წევრობას და რაიმე ერთობის წევრობას არ ნიშნავს. მულტივექტორულ პოლიტიკას არ ნიშნავს ამას ამბობთ. მულტივექტორულ პოლიტიკას ჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შენ იყო სახელმწიფო, შენ სიტყვას აფასებდეს და ყველა ვექტორის მხრიდან შენ განიხილებოდეს სერიოზულ ძალად. მითხარით, რომელი ლიდერი განიხილავს საქართველოს სერიოზულ მოთამაშედ. რომ აი თქვათ, როგორც ალიევი და ფაშინიანი გამოჩნდნენ თქვათ შვიდობის საბჭოს ხდომაზე, ესე გამოჩენილა სადმე საქართველოს რომელიმე ლიდერი ევროკავშირის რომელიმე სამიტზე ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას, ან ირანში რო ჩავიდა ჩვენი პრეზიდენტი, მისი ეს ვიზიტი რომელიმე მხარემ გამოიყენა რამისთვის? არაფერს არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი და ვერც ვერავინ ვერ გამოიყენებდა, თორე თქვათ ფაშინიანის ვიზიტი მე დარწმუნებული ვარ დასავლეთმაც და შეიძლება რუსეთმაც აი ამ საფლავებაზე ჩასულით გამოიყენა ზოგიერთი საკითხის დასალაგებლად იმ ხალხს შორის, ვინც ამ დასაფლავებას დაესწრო. ხო, ესეთი მოვლენები დიპლომატიას აღწევს, მაგრამ ყაველაშვილით რა უნდა დაალაგო? ვისთან უნდა დაალაგო? ვის უნდა დაელაპარაკო? სად უნდა გამოჩნდე? ვერსად ვერ გამოჩნდები, თავი გვაქვს მოჭრილი საერთაშორისო ასპარეზზე. ლევან, რამდენიმე წუთი მოდით ეთნოსაპარლამენტო ასამბლეის პოზიციაზეც ვისაუბროთ, რომელმაც საქართველოს შესახებ უშენა მორიგი მწვავე რეზოლუცია მიიღო და აი როგორც ვისმენთ შეფასებებს, ახალ რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში მიღებულ დოკუმენტებში. აი რას შეიძლება ნიშნავდეს მაშინ, თუ კი ეს ასეა, ტონის გამკაცრება ქართული ოცნების მისამართით და აი რას გვეუბნება ამჯერად უკვე ევთო. მე თქვენთან ბოლოს სტუმრობის დროს ვთქვი, რომ ზღვა კოზით დაილიაო. ემატება ეს რეზოლუციას და საბოლოოდ ითარგმნება ძალიან მნიშვნელოვან სანქციებად, მე იმედი მაქვს, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ეს ჩვენ გვაზარალებს, ანუ ქართული ოცნება მარტო თავის თავს კი არ აზარალებს, ასეთი გადაწყვეტილებებით აზარალებს ის
საქართველოს სახელმწიფოს, როცა ესეთ ღია კონფლიქტში შედის ყველასთან და არსად მათ პარტნიორები არ ეგულებათ. როგორ აზარალებს იცით საქართველოს ესენი რომ ლაპარაკობენ აქ ივანიშვილის რეჟიმის დაცვაზე, იქ ეუთოს თქვათ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შეიძლება აფხაზეთზე ისეთი რეზოლუცია და ისეთი წინადადება გაიპაროს, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს. ოსეთში გაიპაროს ესეთი წინადადება. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ეუთოს ასამბლეაში ქართული ოცნების წარმომადგენლები მუშაობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, დევნილთა უფლებების დაცვაზე, გალში და ახალგორში ჩვენი მოქალაქეები რო აპართეიდში ცხოვრობენ ამ საკითხებზე, ნაცვლად ამისა ისინი მუშაობენ როგორ გააправონ საკუთარი ავტორიტარიზმი და როგორ თქვან რომ ესე იგი საქართველოში დემოკრატია ყვავის. და აი ამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამაც აჩვენა რომ ხო შეიძლება ვიღაც ყავდეს ვინც გვერდით დაგიდგება თქვათ ვიღაცა ნეოფაშისტია ნეონაცისტი რომელიღაცა რადიკალური მემარჯვენე პარტიიდან ევროპაში ან ლეპენის მხარდამჭერი გამოვიდეს და სიტყვა შეგაწიოს არავინ არ ყავთ მხარდამჭერი აი იმათთანაც კი უჭირთ ხიდების მშენებლობა და ყველაფერი იცით რა არის ეს ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი ამ ქართულ ოცნებას დაყავს იმედის სიუჟეტის დონეს ანუ მარტო შიდა მოხმარებისთვის და შიდა პროპაგანდისთვის იყენებენ და არა იმისთვის რომ ამ ქვეყანას რაღაც სახელი კონდეს საერთაშორისო ასპარეზზე. დაცინიან მაგალითად ეუთოს. ამბობენ რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ფუნქციები აღარ აქვს. როგორ აღარ აქვს? ნებისმიერი ფორუმი რაც არსებობს, ნებისმიერი სივრცე, სადაც ამდენი ქვეყანა იკრიბება, ამდენ თემაზე ლაპარაკობს, ამდენი დისკუსია, როგორ შეიძლება ის უფუნქციო იყოს? რა არა გვაქვს ჩვენ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები? არ გვაქვს სალაპარაკო, სალაპარაკოს მეტი რა ქართული გვაქვს? ოცნების უბრალოდ ქართული დელეგაციის ზოგადად პოზიციაც შევაფასოთ და ამით დავასრულოთ. იცით რომ ნიკოლოზ სამხარაძემაც და სხვებმაც პლენარული სხდომა რეზოლუციის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს. იქამდე კი აი სწორედ ნიკოლოზ სამხარაძემ მოასწრო და ეუთო ფაქტების განზრახ დამახინჯებაში დაადანაშაულა, ისე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების სრულად იგნორირებაში იქნენ დაადანაშაულებული ასამბლეის ის წარმომადგენლები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ქართული ოცნების გაქცევა დაარქვეს მართველი პარტიის წარმომადგენელთა პროტესტს, მაგალითად პარტია ლელოში. აი თქვენი შეფასება როგორია, ეს იყო გაქცევა თუ ეს იყო პროტესტი? პარტია ლელოს თქმა არ უნდა იქვე ასამბლეის თავმჯდომარემ შენიშვნა მიცა საქართველოს დელეგაციას, რომ თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, დაპროტესტებთ, დარჩით და მოისმინეთ საწინააღმდეგო პოზიციაც. აი ეგ ბატონი სამხარაძე მოიქცა პატარა ბავშვით, ფეხებს რო აბაკუნებენ და რაღაც რო არ უნდათ და რო გარბიან სიტუაციიდან, რომ პასუხი მათ არ მოთხოვონ და ერთ დეტალს ვიტყვი, საინტერესო დეტალს ბატონი სამხარაძე იმ ფაკულტეტზე ასწავლის, რომელიც მე დავამთავრე და რომლის ნაწილადაც დღემდე თავი მიმაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჩვენმა ფაკულტეტმა ამას წინათ მისი პორტრეტი დადო გვერდზე, როგორც აი ჩვენი ერთ-ერთი პროფესორი. ამდენი წელია ასწავლის უნივერსიტეტში და 7 სტუდენტმა დაულაიქა ეს ფოტო. დანარჩენი იქ ისეთი კორიანტელი ტრიალებ და შეიძლება იმ სკრინვის აგენტო მიადგეს სტუდენტებს და დაიჭიროს. ანუ ადამიანი 10 წელია უნივერსიტეტში ასწავლის და რასაც ასწავლიდა იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, 1000 სტუდენტი ეყოლებოდა ამ 10 წლის განმავლობაში გამოშვებული და 7 კაცმა არ შეაწია სიტყვა. აი ეს მიანიშნებს მის სოციალურ როლზე და რა ტიპის ფიგურად გადაიქცა ბატონი სამხარაძე აი იმას. მადლობა ლევან სტუმრობისთვის. დაგემშვიდობებით ლევან ლორთქიფანიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს თვის ნახევარზე კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს ამჯერად თავისუფალ სტუდიაში, ასე რომ მხოლოდ დროებით დაგემშვიდობებით. პალიტრა ნიუსი, ახალი ამბების ტელევიზია.